ვფიქრობ, არავის არ ქონდა დღეს მოლოდინი, რომ სხვაგვარად განვითარდებოდა მოვლენები და ამისთვის ჩვენ უკვე წინასწარ ნაბიჯების კი გადავდგით, მთელი რიგი და ნაწილი არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ნაწილი განხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. გუშინდელი ქალბატონის ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გეგმა, რომელიც შესაბამისობაში არის მოსული ევროკავშირის დღის წესთან, ეროვნულ ინტერესებთან, არის საუკეთესო გეგმა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დაბრუნებას მოქალაქეებისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას ჩვენს ქვეყანაში და მე ვფიქრობ ამ საკითხების გარშემო ერთობა უკვე შედგა. და როგორც ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, მივესალმებით ამ ნაწილსაც, ეს გეგმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული დღის წესრიგისთვის, რომ მასთან იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ალტერნატიული გეგმა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში ქართული ოცნების მიღმა, არამედ ქართული დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი. ვინაიდან ახლა მაშინ, როდესაც კითხვის ნიშანიც კი არ ჩნდებოდა, მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებშიც კი რომ სახელმწიფო იდგა ევროინტეგრაციის დასავლური განვითარების გზაზე, ქართული დემოკრატიით ამ ქვეყანაში და მისი ხარისხით ძალიან ბევრი ადამიანი სამართლიანად იყო უკმაყოფილო. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა მთელი რიგი პრობლემებით კომპლექსურად უნდა მოვაგვაროთ და მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმა და მის გარშემო გაერთიანება არის საუკეთესო გამოსავალი. უახლოეს პერიოდში მე ვფიქრობ, პარტიებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა კონფიგურაციით აპირებენ ისინი ძალიან ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ძალიან მალევე ჩვენ უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე, რომელსაც ელექტორალური ბრძოლის ველი ქვია, მივიდეთ ყველა პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, ყველა ცოცხალ ადამიანთან და მოხდეს დარაზმვა კონკრეტული კალენდარული დღისთვის, ანუ კონკრეტულად არჩევნების დღემდე. ამაზე მინდა სწორედ გკითხოთ, 150 დღე არის ზუსტად დარჩენილი არჩევნებამდე. რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ახლა ოპოზიციის მხრიდან? ჩვენ ვნახეთ რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეებმა. ახლა უკვე ბურთი შეიძლება ითქვას, რომ თქვენს მოედანზეა. რას გეგმავს ახლა? ეს და მივესალმებოდით ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესებში ვიყავით როგორც რიგითი მოქალაქეები ჩართულები და ამიტომაც იყო უნიკალური კარგი გაგებით ეს პროცესი დახასიათებული, რა თქმა უნდა, ახლა იწყება მძიმე პოლიტიკური პროცესი, სადაც ავანგარდში მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსები გამოვალთ და წავსდგებით საზოგადოების წინაშე იმ პლატფორმებით, რაზეც შევთანხმდებით და ამორჩევას ექნება ჩემი თვალწმენით რამდენიმე არჩევანი ოპოზიციური ველიდან გასაკეთებელი. მე არ მგონია, რომ მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდეს ამორჩევას შეთავაზებული და მთავარი ამოცანაა, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ამ საკითხის გარშემოც იყოს ერთობა და როგორც ჩანს ეს ერთობა აუცილებლად გარდაუვალი იქნება.